ინტერნეტით გაყიდული ქართული მიწები სოციალურ ქსელ YouTube-ზე გამოჩნდა ორი ინდური კომპანია, რომელიც საქართველოში მდებარე სახნავს ათესი ნაკვეთების პოპულარიზაციით არის დაკავებული. Ამ გზით ფირმა, რომელსაც მხოლოდ კონსულტანტის ფუნქცია აქვს, მიწებს უცხოეთის სხვადასხვა მოქალაქეზე ასხვისებს. მსგავსი რეკლამით კომპანიებმა უკვე გაყიდეს ტერიტორიები თბილისში, სიღნაღში, მარნეულში, გარდაბანსა და წნორში. ინტერნეტ ვაჭრობის გამო დემოგრაფები მიგრაციის შესახებ კანონის დახვეწას ითხოვენ. გადაიხედება თუ არა კანონმდებლობა, ნახეთ გვანცა პაპავაძის რეპორტაჟი. आगे हुआ ते एक कणक जड़ी हैगी है इस जगह दे ऊपर कणक दी खेती हो रही है Am videoze chans როგორც თავაზობს ინდოელი საინი მსურველებს საქართველოში მიწების შეძენას. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიწები მათ საკუთრებაში არ არის. ეს ბიზნესია. კომპანია Crown გამყიდველსა და ინვესტორს შორის ერთგვარი მრჩეველისა და კონსულტანტის როლს ასრულებს. ქართული მიწებით მრავალი ქვეყნის მოქალაქე ინტერესდება. ევროპელები, აზიელები, მათ შორის არიან ინდოეთის მოქალაქეებიც. ზოგიერთ სასტუმროს გახსნა სურს, ზოგსაც საავადმყოფოსი. შეიძლება სახლის ყიდვაც უნდოდეთ. ჩვენ ამ სახის შეთავაზებებიც გვაქვს. დაინტერესებული უცხოელების საქართველოში ლეგალურ ჩამოსვლასაც უზრუნველყოფთ. აი ნახეთ, მიწებთან ახლოს ელექტროენერგიაც არის. ახლა საინი თავის თანამემამულეს მიწას წალკასა და მარნეულში სთავაზობს. ინვესტორი საქართველოში მიწას სიმინდის მოსაყვანად ეძებს. ჩემმა ნათესავებმა მიწები კანადასა და ამერიკაში შეიძინეს. იქ ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია კულტივაციისთვის. მეც გადავწყვიტე ინდოეთის გარეთ მიწის შეძენა. ჩემი ინტერესი სიმინდისა და კარტოფილის მოყვანაა. მარნეული, წალკა, წნორი, დიდი დიღომი, შემოთავაზებები ამ რაიონებში ყველაზე ხშირია. ეს ინტერნეტ კაფე წნორში პენჯაბის პროვინციიდან ჩამოსულებმა საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციის მიზნით გახსნეს. მიწების გასაყიდად კონსულტაციებსაც უცხოეთში მყოფთ სწორედ აქედან უწევენ. ახლა წნორში ვცხოვრობ, ძალიან კარგი ადგილია. აქ საკუთარი სასოფლო სამეურნეო მიწა და ინტერნეტ კაფე. ინტერნეტ პორტალ YouTube-ზე იქ სადაც ქართულ მიწას რეკლამას უკეთებენ, კომენტარებში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივებს ჩამოსულ უცხოელებთან პრობლემები ხშირად ექმნებათ. წნორში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ინდოეთის მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, თუმცა მათთან პრობლემები არ აქვთ. რაც ინდოელები ჩამოვიდნენ, ბევრმა მაგალითად ამოისურვ გაყიდა, იმიტომ რომ ზოგმა ადგილი გაყიდა, ზოგმა სახლი უჭირდა გაყიდა, ბანკში ჰქონდა ჩადებული. ქართველებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგი ჩვენგანი ინდოეთში დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვლავ საქართველოში ჩამოვიდა. აი ეს ტრაქტორებიც ინდოეთიდან ჩამოვიტანეთ. უცხოელების მიერ საქართველოში მიწების ყიდვას საშიშ ტენდენცია დაფასებს დემოგრაფი ასორ თოთაძე. ამბობს, რომ გადასახედია კანონი მიგრაციის შესახებ. გადაწესოს ხვეთა თუ საიდან უნდა შეიძლება შემოვიდეს ამჯერად ვინ უნდა შემოვიდეს, რა სპეციალისტი და რამდენი უნდა შემოვიდეს. საკითხის სირთულიდან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საჭიროა მისი კომპლექსური განხილვა. ეროვნული ინტერესების დაცვით ქართული ბიზნეს გარემოს გახსნილობის მომხრეა საპარლამენტო უმცირესობა. კომპლექსურად უნდა იყოს განხილული შრომითი ურთიერთობები ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ სავიზო ურთიერთობებით, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც საკმარისია პასპორტი ჩაიდო ჯიბეში, რომ გადმოდიხარ გინდა სახმელთო, გინდა საზღვაო, გინდა საჰაერო გზით. ქართული ბიზნესი უნდა იყოს ღია ნებისმიერი მოქალაქესთვის, თუმცა აი ამ ღია ბიზნესის პირობებში, რა თქმა უნდა, არ უნდა შეილახოს ჩვენი ეროვნული ინტერესები. დღეს მოქმედი კანონი უცხოეთის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოში მიწის შეძენისა და შრომითი ურთიერთობების წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. შეზღუდვა მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდება. ისინი ვალდებულები არიან ქონების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში საკუთრება საქართველოს მოქალაქეს ან ქვეყანაში დარეგისტრირებულ პირს გადასცენ.